მოგესალმებით მეგობრებო, იმედი მაქვს ხმა კარგად ისმის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს გვექნება ახალი დასტით გაშლა, გვექნება სასიყვარულო თემაზე. დიდი ხანი არ გაგვიშლია ამ თემაზე, ამიტომ აზრი არ აქვს ურთიერთობაში ხართ, არ ხართ, მოკლედ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებაზე გავიგებ ემოციებს, ფიქრებს, ფარულს და ასე შემდეგ. ვისაც გინდათ პირადი კონსულტაცია, ან პირადი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომმართოთ ჩემს საკონტაქტო Facebook გვერდზე ტაროს სიტყვები, იპოვეთ ზუსტად ისეთივე ფოტოთი, როგორც აქ არის, ან ამ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში მივუთითებ ლინკს და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და იქ მომწეროთ. თუ გაინტერესებთ პირადი გაშლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ვიდეო დაემთხვა თქვენზე და მოგეწონებათ, ველი უკავშირს თქვენგან და ენერგოცვლილებისთვის გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო. ეხლა მოკლედ მოდუნდით. წარმოიდგინეთ თქვენი პარტნიორის სახე, მისი ხმა, თვალები. თუ გაქვთ ფოტო ისეთი, რომ თვალებიც უჩვენეთ, შეგიძლია პარალელურად უყუროთ. თავარია არ გადააჯვარედინოთ ხელები. კარგით, იფიქრეთ ამ ადამიანზე. გვექნება ორი ვარიანტი. რას ფიქრობს, ჩაფიქრებული პიროვნება და რა ფარული ფიქრები და ემოციები აქვს. ვარიანტი ნომერი პირველი. ვარიანტი ნომერი მეორე. დღეს ორი არკნით გავშლი. რას ფიქრობს ვარიანტი პირველი. უბრალოდ ორი ტაროტი გავშლი. აშკარად მოკლედ ალბათ ჩანს ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. მოდუნდით და ინტუიციურად რომელიც დაგეძახებთ აიჩიეთ ის. ან პირველი ვარიანტი, ან მეორე. შეგიძლიათ დაასტოპოთ ვიდეო და ვიდეოს დასტოპების შემდგომ აიჩიეთ. ეხლა დავიწყებ. დროებით მეორე ვარიანტს გადავდებ და დავიწყებ პირველი ვარიანტით. ნახოთ ახლა. რას ფიქრობს? რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი? რას ფიქრობს პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული პარტნიორი? თქვენზე. რას ფიქრობს პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა? რას ფიქრობს ეს ადამიანი? ვინაიდან ვიყურებთ ბევრი, ავხსნერ რამდენიმე ეპიზოდს. შესაძლოა აქ იყოს სამკუთხედი. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ურთიერთობაში დაშორება. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ხო მესამე პირი იყოს აქ, ან იცოდეთ და გააზრებულად იყოთ სამკუთხედში, ან იყოს რაღაცა მესამე ადამიანის ჩარევა ამ ურთიერთობაში. და თითქოს რაღაც არ გამოვრიცხავ, შეიძლება მაგიური ზემოქმედებაც იყოს. თითქოს რაღაც ცოტა ღალატთან, ცოტა რაღაცა სხვა ადამიანის ენერგიები ჩანს მოკლედ აქ. კარგი. რა ურთიერთობაში ხართ ახლა და ამჟამად პირველი ვარიანტი? რა ურთიერთობაში არიან? ვნახოთ. თავის დროც ვივა უკვე არკანები. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? იცით რა, აქ შესაძლოა უმეტესობას არ გაქვთ კონტაქტი შეწყვეტილი, იცით როგორ არის, თქვენ თავს მოარგეთ. არის ორი ვარიანტი. პირველი, ან გქონდათ კარგი ურთიერთობა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და რაღაც აირია უცბად და თითქოს რაღაცა მესამეს ენერგიები შემოვიდა, ან ეხლა ხართ ურთიერთობაში, ჩვეულებრივ, უბრალოდ არც თუ ისე ჰარმონიულად მიმდინარეობს თქვენი ურთიერთობა. რაღაც უფრო მარტოსული, რაღაც მაინც თითქოს სიცარიელის ენერგიები მოდის. რას ფიქრობს ახლა და ამჟამად თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენზე? ვარიანტი ნომერი პირველი.
ტო. იცით რა? შეიძლება იკამათეთ, კი. შეიძლება იყო აქ რაღაც კოშკი, რაღაცა თავზე ჩამოენგრა ამ ადამიანს, რა მოკლედ რო თქვა, რაღაცა ესე ნენელა შენებაში ეს კოშკი ჩამოენგრა ამ ადამიანს თავზე. თითქოს რაღაცა თქვენთან დაკავშირებით რაღაცა მოლოდინები გაუცრუდა, რაღაც იმედები გაუცრუდა, არ ვიცი. და შეიძლება საკუთარ თავსაც აბრალებდეს ამ ყველაფერს, მოკლედ რაღაცა ვერ არის ეს პარტნიორი რა. რაღაცა ილუზიებშია, რაღაცა ცოტა დეპრესიებშია, თან თითქოს არ გამოდის კონტაქტზე, თან თითქოს გამოსვლა უნდა, მაგრამ გზას ეძებს. რაღაცა კამათი იყო აქ. ცოტა აფერისტია ეს ტიპი. რას ფიქრობ ხო კიდე? პირველი ვარიანტი. ხელფეხშეკრულია, ხო, ანუ რა უმეტესობასთან, აი კიდე სამკუთხედ. უმეტესობასთან ეხა ესეთი რაღაცა აქვს. ან ოფიციალურად სამკუთხედში ხართ, ან ვიღაც მესამეს ენერგიები, თუნდაც წარსულიდან. თუნდაც ისე რომ შეიძლება არც იყოს პარტნიორი და მეგობარი იყოს, ანუ ვიღაცა მესამეს ენერგიებია ჩარეული. ან ხართ ურთიერთობაში, მაგრამ ამ ადამიანს ვიღაც მესამე უტრიალებს გონებაში. შეიძლება ქალი იყოს, შეიძლება იყოს უბრალოდ მეგობარი, რომელიც თქვენთან დაკავშირებით და თუ ისე კარგად არის განწყობილი, ან შეიძლება ვიღაც ქალი სხვა, შეიძლება დედა იყოს, ნუ არ გამოვრიცხა, ვიღაც სხვისი ენერგია ცუდად მოქმედებს ამ ურთიერთობაზე. ხელფეხშეკრული ახლა არ იცის რა გააკეთოს, თან თითქოს თავს დანაშაულებს, ვისთანაც თქვა ცოტა ტოქსიკური ურთიერთობაა. თან თითქოს თავს დანაშაულებს, თან არ უნდა რა ნაბიჯი გადმოდგას და აღიაროს. ფიქრობს რომ აიმეო შანსები დავკარგეო ეხლა მეო, მაგრამ თითქოს რაღაც შანსი მაინც დამჩაო და ველოდები რომ ეს შანსი გამოვიყენო, ვო. კიდე რა ხდება, რას გრძნობ? კი, გრძნობები ნამდვილად აქვს თქვენთან დაკავშირებით. ნამდვილად გააჩნია გრძნობები, თუმცა შესაძლოა აი ამ პერიოდში იყოს გაციებული და აი ეს ცოტა სიტყვი, ცოტა პარავდეთ რა სიტყვებს, ცოტა იპარავდეს სიტყვებს და ცოტა ბალავდეს და ემოციებს მალავდეს რა. აი რეალურად აქ ამ ადამიანს თქვენს მიმართ რაღაც გარკვეული ემოცია, რაღაც გარკვეული გრძნობები, აშკარად ურთიერთობა არეულია, რაღაცა თითქოს ამან დააშავა რაღაც მანანობს, მაგრამ აი თან არც უნდა რო აღიაროს რა. კაი, მოდი ვნახოთ. გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე თუ თქვენთან არ გამოდის. ერთი თვის მანძილზე დღეიდან ეს ადამიანი დაგეკონტაქტებათ. თქვენც გაბრაზებულები ხართ ხო იცით ცოტა ვერასდროს ვაკვირდებ. დაგეკონტაქტებათ. იცით რა ცოცხალი თავით არ თმობს. მაგრამ 70% კი დაგეკონტაქტებათ, მაგრამ ცოცხალი თავით არ თმობს. აი თუ დაგეკონტაქტებათ, რაღაც ისეთი იქნება რა, აი გადმოგდებული პურის ნამცეცებით, იმიტომ რომ რაღაცაზე ხართ აშკარად ნაკამათები და ვინც მაგალითად არ ხართ აი ესეთ ურთიერთობაში და არ ხართ კამათში და რაღაც და უბრალოდ ხართ. მაშინ თქვენთან იქნება ესეთი ვარიანტი, რომ ამ ადამიანს რაღაცა ერთფეროვნებაშია, რაღაცა გაუცხოება აქვს საკუთარ თავში და რაღაცა აი თუ ხედავთ რომ რაღაცა ისეა რა, ძალიან ერთი და იგივე და ძალიან რაღაცა უღიმღამოთ, რაღაცა ამ ადამიანს ფიქრებში აწუხებს რაღაცები და ეს იცოდეთ, ეს იყო პირველი ვარიანტი. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის საჯარო გაშლა და შეიძლება სიტყვას საერთოდ არ დაემთხოს და შეიძლება პრექით დაემთხოს. ამისთვის პირადად კონსულტაციებს უნდა მომართოთ. ეს იყო პირველი ვარიანტი, ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. გადმოვედი მეორე ეხლა ვშლი მეორე ვარიანტს. ხო, აქ ვინც ჩაიფიქრეთ. ეს თქვენ ვინც ჩაიფიქრეთ, არის ზეთავდაჯერებული პიროვნება. ნახეთ როგორია. თუ მიხვდებით არის. ეს ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, არის ძალიან თავდაჯერებული. ზედმეტად აი ცოტა ამპარტავანიც ვიტყოდი. ზედმეტად იმპერატორული ხასიათებისა და ზედმეტად მევახშე ტიპია, მოკლედ რო თქვა, აი მე ვარ და ჩემი ვენახი, აი მე ვარ და ჩემი ბუნება, ეს ტიპია. მაგრამ რაღაც ტოქსიკურობაც შეიძლება იყოს, კაი. რაღაც არ მომწონს. რაღაცა მაინც ტოქსიკურობაში მიდის. ქალს ურტყავს აქ ენერგეტიკა. ცუდად. კარგი.
რას ფიქრობს? მეორე ვარიანტი. ახლა და ამჟამად თქვენზე მიდი მოხს ხმა კარგად ისმის. მეორე ვარიანტის ფიქრები ვნახოთ ახლა, რას ფიქრობს თქვენზე ვარიანტი ნომერი 2. ეგოისტი. ხო, მეორე ვარიანტთანაც რაღაც ისეთია რა, აქ რადგან ეხა ბევრი მიყურებთ, მე შეიძლება სიტყვა თქვენზე არ დაემთხოს, მაგრამ რაც საჭიროა თქვენგან მაინც გაიგებთ. ეხლა ეს პიროვნება არის ეგოცენტრული, არის ცოტა ამბარდავანი, არის ეგოისტი. უნდა რომ ყველაფერი იცით როგორ ტიპია, მინდა ეს ისეთი რაღაცებიც გავაკეთო, რაც მაგალითად ვიცი, რომ ჩემს თქვენ არ მოგეწონებოდათ. მაგრამ მაინც მინდა, ანუ ვერც გაგიშვებ, ვერც თლად ჩემთან დაგტოვებ ისე როგორც გინდა. ისიც მინდა, ისეც მინდა და აი ყველაფერს უნდა შეეჯიჯდოს რა ესეთი ტიპია. და გაკვირდებათ. შეიძლება ეხლა თუ რაღაც კამათში ხართ ან რაღაცა ცაცალკე თუ ხართ, გაკვირდებათ. რას ფიქრობს მეორე ვარიანტი ახლა და ამჟამად, აი, ქორდბაცაცა ეს. აი ეს რა არის? უყვარს, როდესაც არის ეპიცენტრში. უყვარს, როდესაც არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში და მოსწონს, როდესაც აქებენ და მოსწონს, როდესაც ფლირტაობს და ცოტა სიტყვება. რას ფიქრობს თქვენზე ახლა და ამჟამად კიდევ მეორე ვარიანტი? სხვათა შორის საკმაოდ იზიდავთ. რაღაც კაი გრძნობებიც წამომივიდა ახლა აქ. რაღაცა აქ გაჭიანურებული რა, თითქოს თქვენს ურთიერთობაში რაღაცა ერთი და იგივე მეორდება და რაღაც ახალ ციკლზე ვერ გადაგყავთ ეს ურთიერთობა. უფრო ამ ადამიანს ვერ გადაყავს. აი აჯანჯლებს რაღაც გაურკვეველშია. გრძნობები აქვს. რა გრძნობები აქვს მეორე ვარიანტი? კი. თქვენთან აქ რაღაცა გრძნობებიც. აი ვერ გიშვებთ რა ბოლომდე, ვერც ბოლომდე ისეთია როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს. აი თან მაინც გაკვირდებათ თუ რაღაცა დაშორებულები ხართ. თან თითქოს ურთიერთობა ერთ და იგივე წრეზე ტრიალებს, გასულ არაფერი არ ეცვლება თითქოს ამ ურთიერთობაში რაღაცა იგივე. უნდა თან თითქოს შეცვლოს, მაგრამ ვერ ცვლის. ხო, შეიძლება ან გზა გაშორებთ, ან ცოტა ხანი ცაცალკე ხართ. არ ვიცი, ალბათ 60%. მაგრამ თუ ცაცალკე ხართ და არ გაქვთ კონტაქტი, ელოდეთ, გამოვა კონტაქტზე. კი მართალია ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაშია და არ უნდა რომ კონტაქტზე გამოვიდეს თვითონ პირველი და უნდა რომ აქეთ ეხვეწნონ, მაგრამ არ გაუვა და გამოვა კონტაქტზე. კიდე რა ხდება? მოდი ვნახოთ აბა ერთი, რატო არის ეს ახლა უცნაური და რატო ვერ არის ჩამოყალიბებული 1-2 არკანი მითხარი რა ხდება? ხო, თავარი პრობლემა ზედმეტად თავდაჯერებულია. ზედმეტად ამაყია საკუთარი თავის და იმის, რასაც ფიქრობს და ის, რასაც ამბობს, იმის ნახევარი არ არის რეალურად და ეს ყველაფერი ეტყობა ურთიერთობაში და რეალურად ლაპარაკობს რაღაცებს, რომ მე ესეთი და ჩემნაირს ვერ ნახავ და მე ესეთი ვარ და არაფერს არ აკეთებ და არც არავინ არ არის ეგეთი. ეს ღუპავს პირველ რიგში. კი, ეგ არის ზუსტად. რაღაც ფინანსების მხრივაც ვთქვათ, იყავით რაღაც ხელმომჭირე ტიპი არ იყოს ეს. კარგი. ვისთანაც არ გამოდის, აი, ნახე შანსებს კარგავს. ვისთანაც არ გამოდის ეს პიროვნება კონტაქტზე. გამოვა დღეიდან ერთი თვის ვადაზე. ცოტა ხანი განდეგილი არის, ცოტა ხანი განდეგილია. შეიძლება ერთი თვის ვადაზე არა, ცოტა გააჭინაუროს, მაგრამ კონტაქტი ექნება. შეიძლება ცოტა გაგიწელოთ დრო, ან რაღაც ისეთი შემოგიგდოთ რა. მაგრამ კონტაქტი ექნება, მაგრამ ჯერ არა. ჯერ განდეგილშია, მაგრამ უნდა გაიდეგილოს თავისი თავი, უნდა რაღაცა მარტოსულად იყოს, გაიაზროს, გამოიაზროს, დაფიქრდეს თუ რამდენად მაგარია და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც კარგად დაფიქრდით და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო კავშირი, მაგრამ საკმაოდ ეგოცენტრული პიროვნება, მინდა გითხრათ. მოკლედ, ეს იყო მეორე ვარიანტი. თქვენგან უკავშირს ველი აუცილებლი, რა თემებზე გავშალო, ან საერთოდ რა ეს შემოგთავაზოთ ახალი, რას ისურვებდით და ასე შემდეგ. მე ხო და გამშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. პირადი კითხვებისთვის და კონსულტაციისთვის ჩემს Facebook საკონტაქტოს აღწერაში მივუთითებ გადახოთ ლინკზე და ჩვეულებრივ დამეკონტაქტებით. დროებით.